რასაც უყურებ დავდივართ ძალიან ხშირად აი ისტორიასაც რო გადავხედოთ რაღაცა ერთი და იგივე ჩაკეტილ წრეზე. გვინახავს რაღაც რევოლუცია, გვინახავს აჯანყებები, ხო ეს აჯანყებები რაღაც პოლიტიკური შეხედულებების თვალსაზრისითაც, მაგრამ ახალ თაობას ჩემი აზრით ახალი რამ უნდა შესთავაზო. ალტერნატივა უნდა შესთავაზო, რასაც მე ველოდები ოპოზიციური პარტიებისგან, ჩვენ გვჭირდება ევოლუცია. ჩვენ გვჭირდება განვითარება ამ ახალგაზრდა თაობისთვის, აი ამიტომ ვახსენე, რომ ჩვენ რევოლუციაც ნანახი გვაქვს და ნანახი გვაქვს არაერთი რაღაც დესტრუქციული პროცესი ჩვენს ქვეყანაში და ჩემი აზრით ეს ქვეყანა და ეს თაობა იმსახურებს იმას, ჩემ ხელად ჩემზე პატარა თაობებიც ხო, ჩვენი მშობლების, ბებიების თაობები იმსახურებენ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ გქონდეს ისეთი ქვეყანა, სადაც დემოკრატია მართლა იქნება, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება იქნება ჩარჩოებს მიღმა და ახალგაზრდა თაობას ექნება მაქსიმალურად იმის საშუალება, რომ ისწავლონ, მიიღონ შესაბამისი განათლება, ქონდეთ თავისუფლება, შინაგანი თავისუფლება, მე ამის ღრმად მწამს და ბიჭებს ამის ღრმად სწამთ. შესაბამისად, მინდა რომ მოვიკითხო თითოეული მათგანი, გავამხნევო მინდა საბაჯიქია, იმიტომ რომ საბაჯიქია იყო ბოლო სიმსის პატიმარი, რომელსაც მიუსაჯეს და საბა გამაგრდი, ძალიან გვიყვარხარ, ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ. ყველა სიმსის პატიმარი, ვისაც უკვე მისჯილი აქვს, მინდა რომ მოვიკითხო თითოეული მათგანი. გამაგრდით იმ ადამიანებსაც მოვიკითხავ, რომლებიც შეიძლება ფიზიკურად ვერ ახერხებენ ყოველ დღე რუსთაველზე დგომას, მაგრამ ვიცით და გრძნობთ მათ მხარდაჭერას, გვესმის თქვენი დაღლილობა, გვესმის თქვენი როგორ ვთქვათ, შიშიც, ძალიან ადამიანურია ეს ყველაფერი. ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ გამომახვილო ყურადღება იმაზე, რომ არ იფიქროს არავინ, რომ ეს ბრაზი სადღაც მიდის. ეს ბრაზი ყოველთვის გროვდება და ეს ბრაზი ყოველთვის ნახავს თავის გზას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბრაზი იქნება ზუსტად იმის დასაბამი, რომელიც საბოლოო ჯამში მოგცემს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს.